გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ჩვენ მივდივართ სამცხე-ჯავახეთში. მეგზურობას გაგუწევს აი ეს ჩვენი ტანკი მანქანა. რა თქმა უნდა Toyota. მივდივართ რომ ნახოთ გაყინული ფარავნის ტბა. ჩვენ მოგზაურობას კიდევ ერთი მიზანი აქვს. ფარავნის ტბის მახლობლად არის ლურჯად გაყინული წყაროები, რომლებიც ზამთარში უზარმაზარ ყინულის კლდეებს ქმნიან. პრობლემა მხოლოდ ერთია. ზუსტი ლოკაცია არ ვიცით. საღამოს მდინარე ქვია. მოვიდინოს რა ქვია? შუა ქვია ამას. ეცერო. სად? მდინარეში. აი ახაც აწერო. რაც უფრო უახლოვდებით ფარავნის ტბას, მით უფრო იცვლება გარემო. თოვლი, ქარი და უსასრულო თოვლიანი სტეპები. მოდი გავაჩენოთ. აი გაჩერებულა და ორები. 91. ორ გადავიდეთ. მაგაზე მაგარი სამწუხაროდ ვიზიტოლი არავინ არ წამოვიღეთ და შენ წამოიღებდი ახლა. წამოვიღე მზის სათვალე. ის შედეგადაც მე ხა მზე არ მაწუხებს. მაშ ასე მეგობრებო, ამ მომენტში ჩვენ ვიმყოფებით თიქმათაშის უღელტეხილზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქვემო ქართლს და ჯავახეთს. წამოვიდით ქვემო ქართლით, გადავდივართ ჯავახეთში. დავაშვებით ახლა ფარავნის ტბაზე. ტბა მთლიანადაა გაყინული. მართლაც საოცარი და ცოტა მისტიკური გარემოა. ტბას დაახლოებით 9 მეტრის სისქის ყინული ადევს. უბრალოდ ჩვენ მაგას ვერ ვხედავთ. ზემოდან თოვლის საფარია. გავასწავლოთ. ჩვენ ვისი გვაქვს? ყინულზე საირნობის დროს ორი წერო შევამჩნიე. შანსი ხელიდან არ გავუშვი და ახლა მოკლე ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ. ყინულზე სიარულით რომ გული ვიჯერეთ, გავეშურეთ სოფელ ფოკისკენ, რომელიც მდებარეობს ფარავნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. რატომღაც გვეგონა რომ გაყინული წყაროები ამ სოფლის მახლობლად იქნებოდა. თუმცა აქ არავინ არაფერი არ იცოდა ამ გაყინული წყაროების შესახებ. ფოკასში ჩამოსვლა არ გვინანია. აქ ჩამოედინება ულამაზესი მდინარე ფარავანი, რომელიც სათავეს ფარავნის ტბიდან იღებს.
ყინულების ხმა ისმის, ნახეთ ხდებიან. დინარის და ტბის გასაყარზე ყინულების უფრო თხელი ფენაა. მე კიდე ამ ყველაფერს არ დავაკვირდი და როგორც კი ყინულზე შევდგი ფეხი, მუხლებამდე წყალში აღმოუჩნდა. რა უნდა მექნა? შიშველ ფეხებზე ჩუსტები ამოვიცვი და ექსპედიცია შიშველი ფეხებით, მაგრამ ჩუსტებით გავაგრძელე. ჩამიწყდა ყინული, ჩატყდა და ჩავარდი, დამისურდა მთელი ეხსაცმელები, ნასკები, ყველაფერი. გზად კიდევ ერთხელ ვცადეთ ბედი და როგორც იქნა ერთ-ერთმა გამლელმა გვითხრა წყაროების მიახლოებითი ლოკაცია. და ეს ლოკაცია ფარავნის ტბის მეორე ბოლო იყო. გავიარეთ დაახლოებით 15 კილომეტრი და ტრასიდან ხელმარცხნივ ჩაუყევით ქვაყრილ გზას. ირგვლივ უამრავი თოვლი იდო. ჩვენ ბედად გზა გაწმენდილი დაგხვდა. არემა გამოსულები ვართ ამ. მივდივართ ახლა ფარავნის ტბის მარჯვენა სანაპიროზე. ეს მონასტრის მანქანები იყო. მონასტრის მანქანები. ამ ხლა თოვლია ბიჭო ნახე რა. დაცული ტერიტორიების რაღაცის. აუ რა მაგარია ბიჭო. ძალიან მაგარი ადგილი. ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, თითქოს თოვლის გვირაბში მივდიოდით. ხوار გადავიდეთ ისე. ვაფშე მაგათ ხوار კითხოთ ისე. ადგილდება ის კითხება ერთ დროს გააჩერე. დაყენე წყაროებსა და ავტაძა ხوار. მოკლედ დაგხვდა ეგეთი აისბერგის მჭრელი ტრაქტორი. შეიძლება აისბერგის ჭრის ბიჭო. კინო მჭრელი ტრაქტორი დაგხვდა და ავიცი გვითავისუფლებს გზას. იდეაში. სტილოსო გაგვატაროს. 10 წუთი ვიარეთ ამ ულამაზეს თოვლის გვირაბში და მივადექით სოფელ ახალ ხულგუმოს. აქ გავიგეთ, რომ გაყინული წყაროები მართლაც ახლოს იყო, მაგრამ იქ მისასვლელად კვადროციკლები ან ბურანები იყო საჭირო. ოკეს მეგობრებო, მივიდივართ ახლა ამ კვადროებით. როგორც იქნა მივაგენით მაგ ყინულის წყაროებს, გაყინული წყაროებს და აგვიყვანენ აი ამ კვადროებით. ვიქირავეთ ორი გიგანტური კვადროციკლი, რა თქმა უნდა გამოცდილი მძღოლებთან ერთად და გავუდექით გზას. გავიარეთ სოფელი ტამბოვკა და აუყევით თოვლიან აღმართს. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ შორიდან გამოჩნდნენ კამკამა ლურჯი ყინულები.
ჩამოვხდით აბა გრუტებო. აბა, დილისოდა. დილა მივიდეთ ახლა გადავიღოთ და წავედით. მაინც ვიპოვეთ რა. მეც ერთი მქონდა რომ ეს ბლოგერები რაღაცა მალავ. ანახე მაინც ჩადის. ესეც საოცრად ლამაზი წყაროებია გაყინული. ეს ლურჯი ყინულები დაახლოებით 8 მეტრის სიმაღლისაა. ირგვლივ მხოლოდ ქათქათა თოვლი და ცისფერი ყინულია. ისეთი შეგრძნება გვაქვს თითქოს სამცხე ჯავახეთში კი არა ანტარქტიდაზე ვიყოთ. მართლა საოცარი სანახაობაა. მეგობრებო, აგერ ნიკოლოზი და არუთი ატარებენ აგერ კვადრატურებს, სამოყავთ აქ ხალხი. ძალიან ისიამოვნებთ თუ ამოხვალთ. მეგობრებო, თუ დააპირებთ ამ ადგილის მონახულებას, ადგილობრივი გიდების კონტაქტებს აღწერაში დავდებ. ასეთი იყო ჩვენი ზამთრის თავგადასავალი ფარავნის ტბაზე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაგვიწერეთ კომენტარებში. მოგზაურობა გრძელდება. შემდეგ ვიდეოში თქვენ ნახავთ სვანეთის აქამდე არ ნახულ სილამაზეს. ავალთ სათხილამურო კურორტ თეთნულზე, სადაც გადავურჩი ქედზე ზვავში მოყოლას. და ბოლოს განახებთ ულამაზეს სოფელ წვირმის, სადაც დაველოდებით მზის ჩასვლას და ვნახავთ ოქროსფრად შეღებილ თეთნულის მყინვარს. აბა გემშვიდობებით, თეთნულის მყინვარზე შევხვდებით.